ეხლა ვნახოთ რა განსხვავებაა პომიდორისა და ტომატილოს ნაყოფის ფორმირება შორის. შეხედეთ ყოველს, როდესაც ის დაიმტვერება და ნაყოფი დაიწყებს ზრდას, აი ეს ყვავილის ფურცლები ცვივა და შემდეგ ნაყოფი აი ამ ჯამში თავსდება ნაყოფი. აი ხედავთ, ნაყოფი როგორ არის, ფურცლები სულ ყველა გაცვივდა. ტომატილოსთან საქმე არის სრულიად სხვაგვარად. ეხლა ვნახოთ ტომატილოს ნაყოფი. ტომატილოს აი ეს ფურცლები არ ცვივა, ხოლო შემდეგ აი ეს ჯამი, რასაც ხედავთ, აი ფურცლები ხედავთ შიგ არის. ეს ჯამი მერე იზრდება და ნახეთ, ფორმირდება სანაყოფე პარკი. აი ეს ჯამი გაზრდილია და აი ამის შიგნით იზრდება ტომატილოს ნაყოფი. აი კიდევ ჯერჯერობით, რასაც უყურებ, ტომატილო პომიდორზე ბევრად უფრო ადრე გაიზარდა და აი ხედავთ, ეს არის გაზრდილი ჯამი, რომლის შიგნითაც მოყვა ყვავილის ფურცლები და აი აქ გაიზრდება ნაყოფი. ეს ჩარჩო, რომელიც ჯამისგან წარმოიშვა, ქერქი უფრო სწორად, ტომატილოს იცავს ტომატილოს ნაყოფს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი სხვადასხვა მწერისაგან. ახლა ეს არ მგონია, რომ პომიდორზე უფრო უხმოსავლიანი გამოდგეს, მაგრამ აი ვნახოთ, რისგან აკეთებენ მექსიკელები სალსას და კიდევ სხვა მექსიკურ საწმლებს.